მაესტრო არა მხოლოდ თქვენს გარეგნობაზე ზრუნავს, არამედ მანერებისა და ეტიკეტის წესების ათვისებაშიც დაგეხმარებათ. ტელერეცეპტი ამჯერად სუფრასთან ჯდომის რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას გაგაცნობთ. სუფრასთან ჯდომის დროს ჭამას შეუდექით მას შემდეგ, როცა ბოლოს სტუმარს მოემსახურებიან. აიღეთ ხელსახოცი, მოკეცეთ ორად და დაიდეთ მუხლებზე. სუფრასთან ისაუბრეთ მხიარულ თემაზე, მაგრამ ძალიანაც ნუ გაამხიარულებთ ირგვლივ მყოფთ. შეიძლება რომელიმეს ყელში ძვალიც კი გაეჭხილოს. კერძის გადმოღებას იწყებთ კიდიდან, მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მსხვილი ნაჭერი თეფშის შუაგულშია. ჭამის დროს დანა მარჯვენა ხელში გიჭირავთ, ჩანგალი მარცხენაში. თუ მხოლოდ ჩანგლით მიირთმევთ, მაშინ იგი მარჯვენა ხელში დაიჭირეთ. ხორცის ფარშისგან დამზადებული საჭმელი უნდა მიირთვათ ჩანგლით. არ არის საჭირო მისი დაჭრა. თუ ფრინველის ძვლიან ნაჭერს მიირთმევთ, დანა ჩანგლის ტრიალით ირგვლივ მყოფებს თავს ნუ მოაბეზრებთ. შეგიძლიათ ხელით მიირთვათ, იმედია ხელი საპნით გაქვთ დაბანილი. ტორტისა და ნამცხვრის ნაჭერი უნდა გადაიღოთ სპეციალური ნიჩაბით და მიირთვათ სპეციალური ჩანგლით ან ჩაის კოვზით. თუთუნის მოწევა დაიწყეთ მაშინ, როცა ყველა ჭამას დაამთავრებს. საფერფლე სხვა ნივთი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ. თუ ტელერეცეპტის ყველა წეს ზედმიწევნით დაიცავთ, განუმეორებელი იქნებით. თქვენზე მზრუნველი მაესტრო იმასედაც თანახმა, რომ თქვენით მოხიბლულ გვერდით მჯდომს, ასეთი ეტიკეტის მასწავლებლის ვინაობა დაუმალოთ.